ვარ ხარტკბილო გალხეთო დიდო ალაზნის ჭალაო ქვეყანა შემოვიარე ვერ ვნახე შენისთანაო ალაზნის ტალღამ გაგურთხა იორმა პირი გავანაო ვერ მოგერია დუშმანი თუმც ვერჯერ მოგეძალაო ერთიან საქართველოი შეურყეველო ძალაო ძილ გომბარიდან სიცოცხლის სიმღერით გადმოსახედო ხედავის ფერნის ლებში რომების გადმოსახედო კახეთო ჩემო კახეთო და ესავლები კი არ არის ოცნების თეთრიდებია ომში და განუშავრება ვასკაცებს ელოდებია რუბრებში ამაღლებული დგას სალავერდის ტაძარი აცდაფენია იყავთო საჭრილი უზარმაზარი რუსთველი სიმხნის აგვარი განაქვეყნაც ვაზარი ირამების გადმოსახედო კახეთო ჩემო კახეთო ძილ გომბარიდან სიცოცხლის სიმღერით გადმოსახედო ხედავის ფერნის ლებში ირამების გადმოსახედო კახეთო ჩემო კახეთო და ზე მოდიდი მარანი მუდმის წებში აჩაფლული ელი გვირა კაციტელს ყველებში გავშაპული ლუს მაგრამ ცეცხლისა და იზრის შეუგედა მუხარი ყველი გულსა გასკაცისა სულზეცლა და ონდულარი ყველი გულსა გასკაცისა სულზეცლა და ონდულარი ირამების
ქალბატონო ვალიდა, როგორ გიკითხოთ, როგორ ხართ? რა ვიცი, ნელა. ეხლა სტუმრები ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრები. რა ვიცი, ძალიან გამეხარდა ლიკა რომ მობრძანდი. დიახ, ეს არის გიორგის ეზო, ხო, ქალბატონო? დიახ. ეს არ მინდა რომ არასოდეს არ მინდა რომ აქ ჟიამული გამოილიოს. არ მინდა რომ ამ ეზო, რა ვიცი, მინდა ესე. ეს გავაკეთე გიორგის სახელობის ეზო, რომელიც მინდა რომ ყოველთვის მე თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი დაქალები, მსახიობები, მომღერლები ყოველთვის მოდიან. დიახ. და თქვენ უმასპინძლდებით ხოლმე, ამდენ სტუმარს იღებთ, ხო? ჩემი მეგობრები არიან და ყოველთვის უმასპინძლდები მე ჩემით. დიახ. და როცა ტურისტი შემოდის, იქ პერსონალი მყავს, რომელიც ის უძღვება. დიახ, ემსახურება, დიახ. რა თქმა უნდა, დღეს ჩემი თბილისელი სტუმრები ჩამოვიდნენ, ჩემი მეგობრები. და რა ვიცი. ქალბატონო ვალიდა, მე აქ ცეცხლს ხედავ, აქ ალბათ ხინკალი. დიახ, უკვე მაგიდასთან მივიდა, მიიტანა მზარეულმა ხინკალი. მოვძადეთ ქალბატონო. დიახ, მე რა სილამაზია, რა ლამაზია აქ ყველაფერი. ძალიან მომწონს. ეს ქალბატონო ვალიდა თქვენი ინიციატივით გაკეთდა, ხო ეს ყველაფერი? მე ძალიან ლამაზია აქ აურობა. ამ ეზოს ასე ითქმება, ჩვენი წინაპრები ასე ამბობდნენ. ეზო ყურე. დიახ. და აი მე მინდოდა ყოველთვის რომ სტუმარი მოვიდეს, ჟიამულონ, ბავშვებმა იმღერონ, მე მყავს მოსულები, მეგობრის შვილები, რომლებიც მღერიან, ძალიან კარგად. დიახ, მე მოусმენთ იმ სიმღერებსაც, ხო? დიახ. ძალიან დაქალი შვილები მღერიან ძალიან კარგად. დიახ. რა ვიცი, ყოველთვის მინდა რომ აქ ჟიამული იყოს და დავდენდით ქალბატონი მოაწყდა. დიახ. მადლობა. დიახ. დიახ, გისმენთ ქალბატონო ვალიდა. რა ვიცი, ახლა სტუმრები, დაქალები არიან, ამ წუთში არ არიან სტუმრები, მაგრამ შემოდიან ხოლმე ტურისტები. დიახ. აქ პერსონალი მუშაობს, ყურიცხვება, მწვადი. დიახ. საუკეთესო ხინკალი, რომელიც ცეცხლზე მზადდება, ხო? თონეც გაქვთ თქვენ შევნიშნებე თონეც არის. დედასპურებიც ხდება ალბათ, ხო, ქალბატონო ვალიდა? კი, დედასპურები თუშური ყველი. ეს საუკეთესო ძალიან საუკეთესო ის არის ეს ბლუდა, რომელიც ძალიან უყვართ რუსებს ეს თუშური ყველი. და პური მოეწონათ ძალიან. მე რეკონიანი ხადები ცხება პატარა თონეში ულამაზესი და უგემრიელესია ის. რა ვიცი, აი ყოველთვის ძალიან მიხარიან, როცა მე კახეთში მოვდივარ და მირეკავენ ჩემი დაქალები, რომ მოვდივარ. იმ წუთში ჩემ პერსონალს ვეუბნები. აბა გოგონებო, გამზადეთ ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური, რაც უნდათ. დიახ, მწვადი. ცოცხლობ, იმიტომ რომ მე მარტო დავრჩი და ესე მინდა რომ სიკეთე ვაკეთო ყოველთვის. დიახ, და გინდათ რომ ეს ეზო არ დაიკეტოს, არ გამოიკეტოს და დაიკეტოს, მით უმეტეს რომ მე თბილისში ვცხოვრობ და აქ იშვიათად ჩამოვდივარ. ყოველთვის ჟიამულია და ძალიან მიხარიან. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფერს რომ გვიყვებით ქალბატონო ვალიდა. როცა შემოვდივარ ჩემ ეზოში და თბილისიდან მოვდივარ, ყოველთვის სტუმარია ჩემ ეზოში. ძალიან კარგი. სასწაულია, ლიკა, ის სასწაულია, ვერ წარმოიდგენ რა სასწაულია. კარგი.